არამატერიალური მოწყალების სახეობათაგან ერთ-ერთი არის ვალის მქონესთვის დროის გახანგრძლივება, ვისაც შენი ვალი აქვს და შენ მას დროს გაუხანგრძლივებ. არამატერიალური მოწყალობის კიდევ ერთი სახეობა არის ადამიანების მიმართ არსებული ვალის მოსახდელად გადადგმული ნაბიჯი. აბდულლაჰ ბინ აბასმა რადიალლაჰუ ანჰუ თქვა, ვინც ძმის მიმართ არსებული ვალის მოსახდელად გაივლის, გადადგმული ყოველი ნაბიჯისთვის მას სადაყის მადლი ერგება. ანუ ძმას ვალი აქვს და შენ ცდილობ რომ ეს ვალი მას მოახდები. ამისთვის ხვალ ვინმე შეაწუხებ, ან მისთანაც ვალი აქვს იმასთან მიხვალ და თხოვ რომ ამას გაუხანგრძლივოს და ასე შემდეგ. ამ საქმეებით ვინც დაკავდება ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე თითო სადაყის მადლი ეწერება. რთულ სიტუაციაში მყოფი მევალისთვის დროის გახანგრძლივებაც მოწყალებად ითვლება. აჰმედ ბინ ჰამბელი და იბნი მაჯე ბურეიდასგან, კმაყოფილი იყოს ალლაჰ იმისგან, მერფუი ფორმით გადმოგვცემდნენ. მან ანზარა მუ'სირან ფალაჰუ კულლუ იაუმინ სადაყატუნ ყაბლა ან იჰულლა ად-დაyn. ვინც მევალეს არკვეული დროით ადროვებს იმ დროის მოსვლამდე დაუშვათ ერთი თვით ადროვა, ერთი თვით ასესხა. იმ ერთი თვის მოსვლამდე ყოველი დღის განმავლობაში მას თითო სადაყის გაცემის მადლი ეწერება. فإذا حل الدين და როცა დადგება დარქმული დრო ერთ თვეში უნდა გადაგიხადოს ისია შეთანხმებული მოვიდა ეს თვე. فأنظره და კიდევ ადროვა, შეხედა რომ არ აქვს საშუალება ვერ იხდის და კიდევ ადროვა, კიდევ გაუხანგრძლივა, فله بكل يوم مثله صدقة. მას ყოველ დღიურად იმდენი სადაყის გაცემის მადლი დაეწერება, რამდენიც მისთვის იმ ადამიანისთვის აქვს ნასესხები. თითქოს ყოველ დღიურად ამის სადაყას გასცემს, რამდენსაც ის ადროვებს.